Hello, მეგობრებო, როგორ ხართ? მოკლედ, დღეს გვაქვს ძალიან კარგი დღე, რადგან ვიმზადებით დრაგისთვის. მე პირადად არ გამოვდივარ, მაგრამ ჩვენი გრუპ რაიდერებიდან გამოდის გულო, ლურჯი ჯიქსერით და თეთრი დეიტონა, ნილო. კვირას არის დრაგი და დღეს ჩვენ ვიმზადებით. უნდა ვივარჯიშოთ დასტარტვაში. ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც იცი არის სტარტი. სწორედ დასტარტვაში ვარჯიშობთ ახლა. რამდენჯერმე დავისტარტებით, ჯერ ცოტა დაბალი ბრუნიდან, სადღაც 7000-დან, 8000-დან, 9000-დან, 10000-დან და შემდეგ უკვე შეიძლება რედლაინიდანაც დავსტარტოთ და ნახოთ. თავარია რამდენიმე დღე მოვახერხოთ ახლა სანამ დრაგი იქნება რომ ვივარჯიშოთ და მე უკვე შეჯიბრზე კარგი შედეგი დავდოთ. პრინციპი არის ესეთი: დრაგზე ვარჯიშის Suzuki GSX-ს ამ კონკრეტულ მოდელს ყველაზე მაღალი ცხენის ძალები აქვს 13500 ბრუნზე, 125 ცხენის ძალასაც გამოიმუშავებს და ყველაზე მეტი თორკი აქვს 11500. შესაბამისად, ყველაზე კარგი სტარტი რომ გამოვიდეს 11500-დან უნდა დაისტარტოს. დაახლოებით შეიძლება მეტიდანაც. რედლაინი აქვს 14000-ის ზემოთ და შესაბამისად 14000-მდე აღარ უნდა აიყვანო, იმიტომ რომ 13500-ზე აქვს ყველაზე მეტი ცხენი. ანუ პირველი სიჩქარიდან სადღაც 13500-ზე უკვე უნდა მოახდინო გადართვა მეორე სიჩქარეში და ასე შემდეგ. ყველა სიჩქარე 13500 არც ერთი არ უნდა აცდეს, მიუხედავად იმისა, რომ 14000 ბრუნავს რედლაინამდე. 15-16 უკვე რედლაინი არის რა. ჩვენ დავიწყეთ 7000 ბრუნიდან დასტარტვა და თქვენც თუ ივარჯიშებთ გეტყვით რომ ეგრევე 11000-დან არ დასტარტოთ, რადგან დიდი ალბათობა არსებობს რომ ცხვირი აწიოს და შეიძლება რამე საფრთხე შეიქმნას. ამიტომ ნელ-ნელა ვზრდით. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კონუსი ცეპლენიას რასაც ვეძახით ამ დროს ძალიან დიდ ატვირთვებზე მუშაობს და პერიოდულად უნდა დაასვენოთ მოტოციკლეტი რომ კონუსი არ დაწვათ. მოდი ახლა უყუროთ როგორ ვისტარტებით და როგორ პროგრესზე გავალთ, მაგასაც განახებთ. 9000 ახვედი უკვე? ძალიან კარგი. მიდი ცოტა წინ აქ ხრეში ყრია. მოდი დაასვენე ხო, იმიტომ რომ ცოტა ცხელი არის. როგორც წერამ თქვი, ანუ პერიოდულად უნდა დავასვენოთ, რომ კონუსი არ გადახურდეს, რომ გაგრილდება, შემდეგ ისევ დავსტარტავთ. მოკლედ, ახლა საკვალიფიკაციო გასვლა გვაქვს, სტარტება გულო. ეს არის კვალიფიკაციის დღე. დრაგის ხვალარი უკვე დრაგის შაბათი დღეა და მოვედით რომ კვალიფიკაცია გაგვიღო, მაგრამ პრობლემა შეგვექმნა ის, რომ გოგოების დრაგის მონაწილეების მსურველთა რაოდენობა IRC ვერ შეიკრიბა. შეგახსენებთ რომ 600-იან კლასში არის გოგოების ასპარეზი მხოლოდ და მხოლოდ და აქედან გამომდინარე ზოგს 600-იანი ბაიკი არ ყავდა, ზოგმა ტექნიკურად ვერ გამართა, ზოგიერთ სურვილი არ ქონდა. თუ გოგოების დრაგი არ ჩატარდა, გოგოებსაც მოუწევთ ბიჭებთან ერთად გამოსვლა და 400 მეტრის გავლა. როგორც იცით, გოგოებს შორის დრაგი 300 მეტრზე არის, ხოლო სტანდარტული დრაგი 400 მეტრზე არის და ამიტომაც კიდევ ერთი განსხვავება არსებობს
ამ შემთხვევაშიც. კვალიფიკაციას აზრი არ ქონდა, ეხლა რუსთავიდან ვგუნდებით. კიდევ საბურავი დაგვიწუნეს, წინა საბურავი ჯიქსერზე. ამასაც შევწვით, დღეს კარგია რომ მოვედით მინიმუმ, იმიტომ რომ პოსტფაქტუმ არ აღმოჩენილიყავით რამე დაკვირვების წინაშე. კონკრეტ მოტოციკლეტი ყველანაირად მოწესრიგებულია. ჩვენი ჯიქსერი საბურავს გამოვცვლით დღეს და ხვალისთვის ტრაკისთვის ვარ. მოკლედ მეგობრებო, გათენდა დრაგის დღე. პრინციპში უკვე 12 საათია. ნენელა იკრიბებიან მონაწილეები. მე არ ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩემი ბაიკი 765-იანია და ლიტრიანებში უნდა მოუწევდა რეგლამენტით გამოსვლა და პრინციპში ხვდები თქვენ 765 ტრიუმფით ლიტრიანებთან საერთოდ ვერაფერს ვერ ვიზამდი. სამაგიეროდ ჩვენი გოგოებიც მოვიდნენ და მე ვარ ესე იგი ტექნიკოსი ამ შემთხვევაში, ტექნიკოს და თუ არ დარეგისტრირებული ასე ვთქვათ. და გაზაო წამოიღეთ შლანგი რომ გადმოვიღოთ საწოლო. დავასხათ. პირდაპირ შლანგიდან. ხო, ეხლა ნახეთ პრინციპები რა, მე დღეს არ ვაპირებ რომ დრაგი მთლიანად გადავიღო. სხვა იუთუბერებს დავინახე, რომლებიც იღებენ და ალბათ სრულ ინფორმაციას სხვებისგან უფრო მიიღებთ. მე ჩემი კონტენტი იქნება გოგოების გამოსვლა დრაგზე და გუგლ შემატკივროთ ერთად. რა მინდოდა მე თქვა კიდევ დრაგისთვის რა მოვამზადეთ, გარდა იმისა რომ ვივარდიშეთ თვითონ მოტოციკლეტებიც მეტნაკლებად მოვამზადეთ ამისთვის გულოს ბაიკზე. Hello. აბა ხوار ნერვიულობ გამოსვლაზე. შენ ნერვიულობ არა. მაგარი გოგოები ხარ. ამორტიზატორები გვაქვს წინა დაწეული. როგორც შეიძლება ის რო გეომეტრია ძალიან არ შეგვეცვალა. არა, ოდნავ. ძალიან არა, სხვებს რო შეხედო, სხვა ბაიკებზე ახლა ბევრად მეტია, მაგალითად აი ამ ბაიკზე ნახელაზე დაწეული. გოგოების კლასში მოგვწეს ეს უფლება პრინციპში რომ დაგვეწია. მოვყვეთ ახლა კიდე როგორი კატეგორიები იქნება დღეს. იქნება გოგოების კლასი, 600-იანი ბაიკები. იქნება ჩოპერების კლასი, შემდეგ იქნება ისევ 600-იანები, ოღონდ უკავე ბიჭებში, იქნება 1000-იანები და თუ სწორად ვიცი, ამ 1000-იანებში და 600-იანებშიც იქნება პრო და ჩვეულებრივი კლასები, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება სტოკი მოტოციკლეტები და იქნება გაკეთებული მოტოციკლეტები, დაგზელებული ბაზით, მაგალითად, ბოლომდე დაწეული წინა ამორტიზატორები და კიდე სხვა ბევრი რამე, რაც დრაგისთვის ხელშეუწყობს რბოლებს. როგორც ხედავთ, ემზადებიან რაიდერები. და ეხლა მოკლედ ბენზინი უნდა ჩამოვცალოთ და ჩავასხათ სუპერი, პრემიუმი უსხია, ზოგ-ზოგი ერთებს რეგულარიც კი ესხა, მაგრამ ოღონდ ეხლა არა, წინა დრაგზე. ნილოს ბაიკიდან უნდა გადმოვასხათ საწვავი და გაგას ბაკი უნდა ავავსოთ. არ გინდაო ისე, რატო ავავსოთ, იმიტომ რომ პრემიუმი უსხია და ვერ გახარჯა. რა საინტერესო პროცესი. ცოტა მოხვლიპე გაგა. ვიან აქ. ებს მაქინაციობთ ბიჭო. კოკა-კოლა ჩააყოლე. გაგას არ გამოვიდა ეხა ნოდოცდის. რებს ჩალიჩობთ ბიჭო. პრომეთი და. აა
არ წამოიღო. აიო წამოიღო რა, კითხოთ. კიდე ვიცი ერთი ფიზიკის კანონი. უცხო კაცის ბაიქს რას უკეთებ? ვა, ტექნოლოგია. ანც რაღაცებზე გადავდიოდი შემოიქთან. პიუ. ვერ ეჭიდება რა. მალათი. საწვავი არ გჭირდება, ოხრად გვაქვს აქ და ჩაგისხავთ. არა მე სპირტზე ყავს რანასრო იყებული და აჰა. სპირტს ვას ხო ამაში რო გამოვშ აუ ელემენტები მაქვს დაჭაჭყელი მაგრად არის წამოიღო? იუჰუ! ეს პირველი ჭირს და არა უძდეს მე ზედა აქ ხო, რა ჩაცალა. კაია ბაკურიანი? გამოდი ხარ არა? წყალი მის. არა და მარცა დავფიქრდი შეთქვე. ცოტა გვიან მოგივიდა ნოდო დაფიქრება. მე ყოფა ეგ? რასაფი? მე? აუ, არაფერს. პროსტა სტარტის ხასთან გავალ და გამოვალ რა. აჰა, მე ფულები აღარა მაქვს. რაგი არის ძალიან ძვირიანი სიამოვნებაა. გუშინ შევცვალე საბურავები. სულ მე საბურავი გჭირდება პირველ რიგში. ტექნიკურად რო გამართ მოტოციკლეტი ეგ ხო თავის თავად. აჰა. ტექნიკოსი მოდარა. ხო, ფული ხო გჭირდება, რეგისტრაცია 150 ლარია. ო, თელი. გაძვირდა, თორე. დრო იყო რამდენს ვიხდით? 70 ლარს. სიამოვნება ფულს მოითხოვს. ჩემი ბაიკი მზად არის, მადლობა. საფეხური 2. რატომ მე ვასე ვიციტრილები იაპონური შედეგი? ატარა რაღაცებში არის, დეტალებში არის რაღაც მუღამი რა. აი იმას ხო სწორად აფიქრა რა. ხო შეიძლება მოღუნო აქეთ. აი ესე მიადო. მოიცა ბა, სად არის მოღუნული? აბა ჩვენ. აი ესე მიადო. აი ხო არაფერი არაა, მაგრამ ბიჭო ფიქრობენ რა, ფიქრობენ. ეგეთ რაღაცა რომ კომფორტი ხო. მაგიტო იყიდე ხო, ნილო? აი პიპკის გამო. პიპკის გამო. პიპკა არის ყველაფერი არის პიპკა გეუბნები. აჰა. ოხ. აუ ისე ნოდო ყველა ვლოგში რატომღაც ჩაგრავს ჯიქსერებს და რავი რა ხდება. ბოლო მითითებებს იღებენ გოგოები საჯებისგან. მე დამავიწყე მე თქვა რომ სულ იქნება 6 მონაწილე გოგოებში. და აბა შენიც ერთი ახლა აქედან გადავიხოთ. და ეს ყველასთვის წესია იდეაში. პატარა ციედი გაუგებრობა იყო. ეხლა დადგებიან მარიანა და ნილო. ჩემი მკვლელი დეიტონა. მარიანაც ჩემ რაიდებიდან გახსოვთ. ნახოთ აბა დრაგზე რა სიზამენ გოგოებში. რაუცნაურად დასტარდა ეს ვერ ვიხდი. შემდეგი დადგომა ნილო მარიანასთან ისევ მეორე გრუპი
ხო გახვედი? სამი ადგილისთვის ისევ დაგემიან ამინდი უარესდება არ ვიცი აი ესეთი მაგარი წინა წამოვიდა სულ ეს იყო მე მგონი დრაგი იმიტომ რომ ეხლა რომ გადაიღოს ესეთ შველზე არ დასტარტავს არავინ მაგარი წინაში მოვიდა. უფ, რა კაი ამით რო ეს ჩვენ ვართ გულშემატკივრები, ტექნიკოსები. ხო და ვართ რა გვენაღვლება ჩვენ. რა არის საშუალება, მოდი. ეს კამერა ჩართულია. კარგად იმასკეთე. აღარ დავიზარი არქეთქა. ეს ძალიან დინჯად. ანუ სხვის შეცდომაზე კაი დასაჭერი დრაგი გქონდა რა. ზოგადად. ან ძალიან მშვიდად და ისე რა. მოკლედ მეგობრებო. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, ხალხი დაიშალა. აბა ვინ გამოიცნობს რატო დარბიან ეს მანქანები წინ და უკან. როგორც იქაცვამ გადაიღო და ესეც ცდილობენ მანქანები რომ გააშრონ განსაკუთრებით სტარტის ხაზზე. არ ვიცი რამდენად მოხერხდება, აი ძირს გუბეები არის რეალურად. ნახოთ აბა თუ გაგრძელდება დრაგი. მაინც მეეჭვება რომ ისე გაშრეს ეს გზა რომ მონაწილეებმა შეძლონ დასტარტვა. გააქვთ დრაგის განწყობა კიდევ? გაიგიმებეთი და ნახე გაიგიმეთი. ეს გააკეთე. იგიმებით და ხელს გიქნა. ხარ დრაგის მუღამზე კიდე? თქვენ დაგვრჩათ ადგილები რო ვგითხართ. პირველზე გავიდა თაკო, მეორეზე მარიანა. არა მაგათაც არ ოკეთ გაურკვევლობა არ ვიცით. ანუ პირველი მეორე ადგილისთვის ისინი დადგებიან, თან მესამე. ოკეი. სანამ დრაგი განახლდება, მანამდე აგერ ბატონო. კალად ბურთი მიდის. აბა რა ვქნათ? სხვა რა გზაა? პრინციპში აგერ ცოტათი კი აშრა, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოახერხებთ გაგრძელებას. აი ვნახოთ.
პირველზე თაკო, მეორეზე მარიანა, მესამეზე ველთაო. ოკეი. მოგეთ ესე მეგობრებო. დასრულდა გოგოების დრაგი, პირველზე გავიდა თაკო მოლაშვილი, მეორეზე მარიანა მიაძე და მესამე ადგილზე კი გავიდა როგორც თქვი ნილო, აი გოგოები. ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელია ის, რომ ახლა რესურსებენ, ცოტა ნამდვილად არჯდება და მოტოციკლის მომზადება ვარჯიში გოგოების მხრიდან ძალიან დასაფასებელი არის, რომ დრაგში იღებენ მონაწილეობას. ეხლა კი დაიწყება ნამდვილი ჯახი, დაიწყება 600-იანები, უბრალოდ ჯერ ჩოპერები დაიწყება, შემდეგ 600-იანები და შემდეგ იქნება უკვე ლიტრიანები. ამ ყველაფერს უკვე ვეღარ გადავიღებ. ჩვენი დღევანდელი გამოსვლა იყო გოგოების დრაგიდან გამომდინარე. რა ქენი ვერ მოიგე? მესამე. რატო? აი ეს ეხა ორივემ დასტარტეთ ძალიან კარგად, შენც და ნილომაც. ეს ეხა იყო ყველაზე კარგი სტარტი, თუ რამე სტარტი გქონდათ რა. კარგია, კარგი. გილოცავ გენაცვალე მეორე ადგილს. გილოცავ მესამე ადგილს. ხო, ხალხები არისო, ხო? არა, ორივემ იცი რა კარგად დასტარტეთ. ყველაზე სანახაობრივი დადგომა იყო ეხლა ბოლო რა. და სულ გვიწევს. აი, როგორ გიმეცი? აი, რომელად ვნა? შასე მეგობრებო, ესე უცებ დასრულდა დრაგი, ისე რომ პრინციპში ვერც მოვასწარი, ყველაფერს ჩაწერა, ძალიან არეულობა იყო, რამდენჯერმე გაწვინდა. ტელეფონი არ მაქვს დამაგრებული, გულო მეხმარება. და რის თქმა მინდოდა ეხლა, ანუ ზოგადად ჩემი კონტენტი იცით, რომ აი დრაგი დადგომები ესეთი არ არის ხოლმე, ცოტა განსხვავებული კონტენტი იყო დღეს, თუმცა საინტერესო რაც იმაზეც ეთყობოდა, რომ თითქმის ტრიბუნები სავსე იყო. გადავსებული იყო და ცოტა გამიკვირდა. ხო. ძალიან კარგი იყო, გავერთეთ, გულო განსაკუთრებით, იმიტომ რომ მონაწილეობას იღებდა. მართალია საპრიზო ადგილზე ვერ გავიდა, მაგრამ ხო, ამჯერად შარშან კი. მაგრამ აი სიამოვნება მივიღეთ ძალიან კარგი. გამოცდილებაც ასევე. ბოლო დადგომა მე ძალიან მომეწონა. ბოლოს დადგნენ ნილო და გულო. ორივე ბაიკი აქ აყენია, უკან მიდგეს. ხო და იყო სუპერ. ძალიან კარგი იყო. დღეს კი რაღა დაგვრჩენია, დაგემშვიდობებით ახლა და შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში ისეთი კონტენტით, ჩვენ რო გვევასება რა. ახალი ჩილაუტებით და ამბებით, მაგრამ თქვენ ერთ-ერთი არხის გამოწერას გქონთ, რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ იმ დღეს ხო განახე 29%-ს აქვს მხოლოდ გამოწერილი, ვინც მიყურებს. ამიტომ, რავი, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით და უფასოდ შრომა ბიჭს. კარგად.